თარგმანს უზრუნველყოფს სათარჯიმნო კომპანია NG Georgia. მოკლედ Reset Development-ი მუდმივად სიახლეებს თავაზობს და მე მგონი გიორგი დავითაი არც ამჯერად დაგტოვებს სიურპრიზის გარეშე, მით უმეტეს მორიგი ჩართვა გვაქვს ახლა. ჩემი ინფორმაციით მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიისგან და წარმოებიდან და გიორგი მეტყვის მეც. გიორგი, მოგესალმები და დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და გისმენთ თუ შეიძლება. დიახ. დიახ, როგორც იცით, Reset Development-ი მუდმივად ცდილობს იყოს, სადაც არის ტექნოლოგიური განვითარება ხილსახლების კუთხით, სადაც არის თანამედროვე ტექნოლოგიები და ამჯერადაც ჩვენ ვიმყოფებით, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მსოფლიოს ლიდერ ტექნოლოგიურ კომპანიაში ხის ნაგებობების მშენებლობის კუთხით, როტობლასი, კერძოდ ვიმყოფებით იტალიაში და ჩემთან ერთად არის კომპანიის წარმომადგენელი. გიორგი, სანამ კომპანიის წარმომადგენელთან გადავალ ინტერვიუთი, თუ სწორად მახსოვს, სტამბულში წინა ჩართვისას სწორედ როტობლასის წარმომადგენელთან ერთად იყავით პრეზენტირებაზე იმ შესაძლებლობების და მაშინ ამ კომპანიასთანაც ჰქონდათ სტამბულში შეხვედრა, თუ არ ვცდები. და შესაბამისად, რა სიახლეებია ახლა, რა გამოდის ამ ყველაფრიდან? დიახ, გახსოვთ, სწორად აღნიშნეთ, გიორგი, ჩვენ ნამდვილად გქონდა წინა გამოფენაზე. ზოგადად Reset Development-ი არის მონაწილე ნებისმიერი ეს იქნება გამოფენა თუ ფორუმი თუ ასე შემდეგ, სადაც არის რაიმე თანამედროვე ტექნოლოგიების პრეზენტაცია, გამოფენა და ერთ-ერთი იყო სტამბულში, როცა ჩვენ გქონდა ჩართვა თქვენთან და ნამდვილად იქ როტობლასის წარმომადგენლებთან გქონდა შეხვედრა ასევე. შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადაგვედგა და ეხლა ამისთვის შედგა ეს შეხვედრა ეხლა დღეს იტალიაში, რომ ჩვენ უკვე ადგილზე ვეცნობით ამ ტექნოლოგიებს, წარმოების მიღწევებს და შესაბამის გეგმოთ, შესაბამისი ხელშეკრულებები გავაფორმოთ იმისთვის, რომ ეს ტექნოლოგიები თანამედროვე ხის მშენებლობაში ჩამოვიტანოთ საქართველოში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რისთვისაც ჩვენ ვიხსვით, რომ ხის მშენებლობა ისეთივე მაღალ ტექნოლოგიური იყოს საქართველოში, როგორც მთელს განვითარებულ მსოფლიოში, ევროპაში და სანამ მაგ თემებზე მოგიბრუნდებით, გიორგი, მინდა რომ საზოგადოებას წარუდგინო თქვენი სტუმარი, კომპანია როტობლასის წარმომადგენელი დოქტორ ჰამიდ სოლეიმანი, რომელიც როტობლასის აღმოსავლეთ ევროპის და აზიის მიმართულების კურატორი გახლავთ. Dr. Hamid Suleimani, many thanks for your time. ძალიან დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის და იმედია რომ ჩვენი ხმა კარგად გესმით. თუ შეგიძლიათ აგვიხსნათ და მეტ ინფორმაცია გაგვიზიაროთ უშუალოდ კომპანიის შესახებ და ასევე საწარმოს შესახებ, რომელშიც ამჟამად იმყოფებით. ეს არის დიდი საწყობი, ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული და თუ შეგიძლიათ დეტალები გაგვიზიაროთ როტობლასის შესახებ და ასევე საწყობის შესახებ, სადაც ამჟამად იმყოფებით. მოგესალმებით, ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემი მეგობარი გიორგი ჩემს გვერდით არის და მადლობა მოწვევისთვის. როგორც ხედავთ, ამჟამად ვიმყოფებით მთავარ საწარმოში როტობლასისა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მსოფლიოს მასშტაბით ხის მიმართულებით. ეს არის ერთ-ერთი პროექტი და ასევე სხვადასხვა საწარმო გვაქვს ამის მსგავსი. ეს არის პირველი პროექტი, რომელიც ინჟინერებთან ერთად შეიქმნა, რომ ყველაფერი გამართულად ფუნქციონირებდეს, როგორც ხედავთ, ასეთ მასშტაბურ შემთხვევაში, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი გქონდეს ერთმანეთთან ახლოს. მასალასთან მიმართებით, როგორც ხედავთ, გვაქვს მრავალსართულიანი საწყობი, რომელშიც ყველაფერი არის ავტომატიზირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან წარმატებით ფუნქციონირებს ეს პროექტი და გამართული არის, რაც საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა პროექტის წარმოებას. წარმატებით, რომელიც არის ხის მასალის მიმართულებით წარმოება, ასევე საინჟინრო მიმართულება და შთაგონების წყარო სწორედ აქედან მივიღეთ. ბატონო სულეიმანი, თქვენ აღნიშნეთ ხის მასალების ნაწილი, თუ შეგიძლიათ მეტი გაგვიზიაროთ, რა სარგებელი აქვს უშუალოდ ხის ტექნოლოგიას, რატომ ხდება ის უფრო და უფრო პოპულარული მსოფლიოს მასშტაბით და ამავდროულად გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი გეგმები თანამშრომლობის თვალსაზრისით გიორგი დავითაიასთან განსაკუთრებით და Reset
development-თან. Okay. I can explain just two words about მინდა ორი სიტყვა ვთქვა, ასევე efficiency of the wooden houses. ეფექტურობასთან დაკავშირებით ხის სახლებისა და ხის შენობებისა, როდესაც ხის სახლის მშენებლობა ხდება, ამ შემთხვევაში ნახშირორჟანგი ნარჩუნდება, როდესაც ეს არის მაგალითად ბეტონის შენობა, პირობითად ამ შემთხვევაში არ არის კარგი, როდესაც ნახშირბადის გამოყოფა გარემოში ხდება, ამიტომ პირველ რიგში ეს არის გარემო მეგობრული შენობა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ხის მასალის საშუალებით, მეორე რაც მინდა განსაკუთრებით ხაზგასმული იქნას და მარტივად მინდა ავხსნა ქართველი მაყურებლისთვის, ხის სახლები ორჯერ უფრო დიდ ხანს ძლებს ვიდრე ბეტონის შენობა მაგალითად და ხის სახლი, ხის შენობა თუ გავაკეთებთ სწორი და კარგი გზით 200 წელზე მეტ ხანს ძლებს და ასევე კიდევ ერთხელ არსებითი კითხვა სწორედ ხის სახლებთან მიმართებით მდებარეობს იმაში და ყოველთვის გვეკითხებიან ხანძრის მიმართ მედეგობის თვალსაზრისით თუ გამოვიყენებთ კარგ მასალას, კარგი ხარისხის ხის მასალას და თუ ყველაფერი სწორად არის გამოთვლილი, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენი ხის სახლი ხანძრისგანაც დავიცვათ და ხის სახლების შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, ბეტონზე უფრო მედეგია, უფრო დიდ ხანს ძლებს ასეთი შენობები, როდესაც ვსაუბრობთ ხანძრის საშიშროებაზე. Can we move? Yes, please. Please go ahead. კი ბატონო, გთხოვთ განაგრძოთ. So we are working ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა პროექტის პარკლებში საქართველოში ბატონ გიორგისთან ერთად და ასევე სხვადასხვა მომწინავე კომპანიებთან. ნომერ პირველი კომპანია ხის სახლების მიმართულებით როტობლასის პარკლებში ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ საწყობი გქონდეს საქართველოში და ასევე ჩვენი კულტურა საქმიანობის შემოვიტანოთ ხის მშენებლობის მიმართულებით, ასევე გამოთვლების საინჟინრო მიმართულებით გსურს, რომ ყველაფერი ამ ტექნოლოგიური წინსვლის თვალსაზრისით გადმოვიტანოთ და თანამშრომლობთ ჩვენს მეგობარ პარტნიორ გიორგისთან იმისთვის, რომ ეს ტექნოლოგია და მუშაობის კულტურა შემოვიტანოთ, რათა ყველაფერი გავაკეთოთ ხის შენობების და ხის მშენებლობის მიმართულებით საქართველოში. ზუსტად ვიცით, რომ ბევრი შესაძლებლობა არსებობს მაგალითად ბათუმში, ქუთაისში, კახეთში ხის შენობების თვალსაზრისით და შეგვიძლია ასევე თბილისშიც რა თქმა უნდა. ბატონ სულეიმანი, შეგვიძლია თუ არა გავითვალისწინოთ და ვთქვათ, რომ როტობლასი, რომელიც 70 ქვეყანაშია წარმოდგენილი მსოფლიოს მასშტაბით, იქნება თუ არა წარმოდგენილი თანამშრომლობის პარკლებში ბატონ დავით აიასთან და რესიდეველოპმენტთან საქართველოშიც. დიახ, რა თქმა უნდა, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, მუშაობთ ამ მიმართულებით შემდგომი warehouse საწყობის თვალსაზრისით, რომელიც თბილისში უნდა იყოს. მშვენიერი, მოუთმელად ველოდებით ამ ყველაფრის ნახვას და ხილვას თბილისში. გთხოვთ ბატონ გიორგის გადაცეთ მიკროფონი, რადგან მასთან მაქვს ასევე რამდენიმე კითხვა დამაზუსტებელი. მინდა გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი შემდეგი თემით, რომ ბატონო სულეიმანიმ აღნიშნა იმ უპირატესობებზე, რაც ხის სახლებს აქვთ ბეტონის და სხვა კონსტრუქციების მშენებლობებიდან გამომდინარე. Rese Development-ი პირველია ქართულ კომპანიებს შორის, რომელიც არა მხოლოდ ხის სახლების თემით დაკავდა, არამედ ამ კულტურის პოპულარიზაციით დაკავდა საქართველოში. თქვენ რას დაამატებდით ამ თემას? დიახ, სწორედ აღნიშნეთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და სურვილი არის ის, არა მხოლოდ ვაკეთოთ ეს ბიზნესი საქართველოში, ავეშენოთ ხის სახლები, ნაგებობები, არამედ ეს იყოს იმ სტანდარტების, რა სტანდარტებითაც არის ეს იგივე ევროპაში, ამერიკაში და შემდგომ. ზუსტად მაგაზე ლაპარაკობდა და წეგან მოსმენით სწორად აგიხსნათ ამით, რომ აი მაგალითად საქართველოში ისმის ყველაზე ხშირად შეკითხვა, ორი შეკითხვა. პირველი შეკითხვა არის რამდენ ხანს ძლებს ხის სახლი, მეორე შეკითხვა არის რამდენად მედეგია ხანძრის მიმართ. ესე იგი, ორივე კუთხით და ყოველთვის ადარებენ რკინაბეტონის ან სხვა მსგავს ნაგებობებს. ორივე კუთხით სწორად აღნიშნა ამითმა, რომ ხის აქვს აბსოლუტური უპირატესობა. ანუ მედეგობის კუთხით ხის ნაგებობები ძლებს 200 წელი დაახლოებით, ბეტონის ნაგებობები საუკეთესო შემთხვევაში ეს არის 100 წელი. კარგი მაღალი ხარისხის შემთხვევაში, ანუ ორჯერ მეტია ხის ნაგებობის ხანგრძლივობა
ვიდრე კინაბეტონის. რაც შეეხება ხანძარს, როდესაც არის ძლიერი ხანძრები, ხის ნაგებობაში გაჩენილი ხანძარი ზედაპირზე პირველ რიგში წარმოქმნის ნარჩენს, რომელიც ხელს უშლის შემოსვლას ჟანგბადის. ჟანგბადის გარეშე, როგორც ვიცით, ცეცხლი არ არსებობს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში აალება და გახურება კედლების მაღალ ტემპერატურაზე ასვლა ვერ ხდება. გასაგებია, რომ ზედაპირი ფუჭდება, თუმცა ვერ ხდება, ესე იგი, ჩამოშლა ნაგებობის. რაც პირიქით ბეტონის შემთხვევაში ძალიან მაღალი ტემპერატურა ბეტონში ცემენტში, ესე ვთქვათ, კინაბეტონის ნაგებობაში მხოლოდ ცემენტი არ არის, იქ რაღაც ბევრი სხვადასხვა შემადგენელია და არ არის ეს კომპონენტები მედეგი ხანძრის მიმართ და შესაბამისად ძალიან ხურდება მაღალ ტემპერატურაზე ადის, რაც არმატურის დნობას იწვევს და ძალიან მაღალია რისკი და ჩვენ გვინახავს ბევრი შემთხვევა, რომ მაღალსართულიანი კორპუსები ხანძრის შემთხვევაში მთლიანად ჩამოიშალა, იმიტომ რომ თვითონ ტიმის შემადგენელმა ვერ გაუწია. შესაბამისად, ეს მინდა რომ იცოდეთ ჩვენმა მსმენელმა, მაყურებელმა, ქართველმა მომხმარებლებმა, რომ ეს ორი შეკითხვა, რომელიც ძირითადად არსებობს, არის აბსოლუტურად პასუხგაცემული. ხე არის ბევრად უფრო მედეგი, უფრო დიდხანს მოგემსახურებათ, უფრო სწრაფად ჩენდება, უფრო იაფია, უფრო ეკოლოგიურად სუფთაა და ხანძრის მიმართაც უფრო მედეგია. მედეგი და უსაფრთხოა. აუცილებელია, რომ ხის სახლი იყოს სწორად აშენებული. ჩვენ მაგაზე საუბრობთ, უმიდიც ახლა კიდე გავაგზავნებთ საუბარს, რომ ყველაფერი უნდა იყოს დაცული. სად რომელი მემბრანა უნდა იყოს, დაერთებები როგორ უნდა იყოს და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა ხის სახლი არ არის საიმედო, ისე როგორც ყველა კინაბეტონის სახლი არ არის საიმედო, სწორად აშენებული სახლი ხის არის ძალიან საიმედო, ეკოლოგიურად სუფთა და ეხლა აი ამ რეგიონში მიყვება წეღან, რომ 99% სახლების არის ხის აბსოლუტურად. არა მხოლოდ აქვს ევროპაში სწორად. გიორგი, თვითონ თემიდან გამომდინარე, ჰამიდმაც ახსენა არა მხოლოდ კლასიკური პარტნიორობა Reset Developments და Rothblatt შორის, არამედ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა სასაწყობე სივრცე, რომელშიც თქვენ ახლა იმყოფებით, ისიც კი განხილვაში იყოს, საქართველოში მოექცეს, როგორც ასეთი Rothblatt-ის და თქვენი პარტნიორობიდან გამომდინარე. კიდევ რომელ კომპანიებთან და რა ტიპის აქტივობებს უნდა ველოდოთ Reset Development-ისგან უახლოეს მომავალში, რა გეგმები გაქვთ თქვენ? აი, მაგ კუთხითაც დღეს მაგისტრისად ჩამოსული, რომ მაგ კუთხითაც კიდევ უნდა გავიაროთ ბევრი საკითხი, რაღაც იდეები გვაქვს სასაწყობე ნაგებობების კუთხითაც და აუცილებლად მაგასთან დაკავშირებით, როცა მივიღებთ გადაწყვეტილებას, მაგაზეც აუცილებლად მოგახსენებთ. პირველ რიგში ჩვენს თანამშრომლობას ვიწყებთ ხის სახლების მიმართულებით, ასევე ეს იქნება 3-4 სართულიანი ტაუნჰაუსები და გარდა ამისა სასაწყობე მიმართულებითაც ჩვენ აუცილებლად გვექნება საინტერესო სიახლეები. მადლობა დიდი, წარმატებებს გისურვებთ თქვენ და მთელ Reset Developments გუნდს. მუდამ ჩვენს გვერდით ხართ. ყოველთვის გაგვაგებინეთ გიორგი და მზადავართ რომ ჩავერთოთ და მუდმივად ვაკეთოთ. მით უმეტეს გვანებიურებთ ესეთი ჩართვებით და ამჯერად უკვე იტალიიდან იყო ეს ყველაფერი და მადლობა დიდი. მადლობა Rothblatt და მოკითხვა ამიც ასევე და მადლობა ჩვენს მაყურებელს. კიდევ ერთხელ ეს იყო Reset Development-ი და მისი მმართველი პარტნიორი გიორგი დავითაია, საკმაოდ საინტერესო სიახლეებით და პარტნიორობითაც უკვე იტალიურ კომპანია Rothblatt-თან. თარგმანს უზრუნველყოფს სათარჯიმნო კომპანია NG Georgia.